დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად მოქალაქეებმა 300,000 ლარზე მეტი მოაბილიზეს. თანხა უწყვეტ ლაივ მარათონის რეჟიმში შეგროვდა. კამპანიის ინიციატორი მოძრაობა დაიცავი ილიაუნია. ისინი თანხას ბავშვების ყოველდღიური საჭიროებისთვის აგროვებენ. სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ მოქალაქეებმა ხელისუფლებას დაანახეს, რა არის ქვეყნის უდიდესი ნაწილის პრიორიტეტი. მარათონი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და თანხის რაოდენობა ყოველ წუთიერად იზრდება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს მრავალი საჭიროება აქვთ, გარდა იმისა, რომ წამალი ჭირდებათ ეს სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ ასევე ჭირდებათ ადაპტირებული ეტლები, მანქანები, ხერხემლის ოპერაციები და ამ ყველაფრის ისევ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, მაგრამ ამაზე უარი აქვს ნათქვამი, ამიტომაც გადავწყვეტ, რომ ჩვენ მოქალაქეებმა, სტუდენტებმა შევიტანოთ წვლილი, ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შევაგროვოთ ეს თანხა, ამიტომაც გუშინ წინ ჩავერთეთ უწყვეტი ლაივ სტრიმი, სადაც თქვით, რომ სანამ 100,000 ლარი არ აგროვდებოდა, არ გავთიშავდით ამ ლაივ სტრიმს. თუმცა დავინახეთ, რომ 100,000-ზე გაცილებით მეტი აგროვდა და კიდევ გროვდება. ყველანი გაგვირებული ვართ. კი, რა თქმა უნდა, მიზანი ქონდა, რომ პირველ ეტაპზე 100,000 ლარი შეგვეგროვებინა, მაგრამ ახლა არ ველოდით, რომ ეს ასეთი სწრაფი ტემპით შეგროვდებოდა. ეს არ არის მხოლოდ ფულის შეგროვების ნაწილი, ეს არის ქართული ხალხის განცხადება, რომ მათ უნდა შემოიტანონ წამლები ბავშვებისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი. პროექტში მინდა რომ გადავუხადო თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა. იმ წვლილისათვის, ზაწვლილიც გაიღო ამ ბავშვებისათვის. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რამდენად ერთიანი არის საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად მოთხოვნა არის იმის, რომ მთავრობამ გადასცეს და შეისყიდოს ეს წამალი ამ ბავშვებისათვის. მშობლები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ და შვილებისთვის წამალს ითხოვენ, სტუდენტების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ იმისთვის, რომ პროტესტში მყოფებს ახალგაზრდები აქტიურად ეხმარებიან. მთავრობამ ვერ გააკეთა ის რაც გააკეთა ჩვენმა სტუდენტობამ. დღევანდელი დღე ჩვენთვის არის უაღრესად რაღაც არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი იმით კი არა მარტო რომ მარტო ფინანსებთან გვაქვს საქმე. იმით რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო საზოგადოება, საუკეთესო ახალგაზრდები. მარტო ერთ დღეში შეაგროვეს 145,000 ლარი. ეს არის პირდაპირ პასუხი პრემიერ-მინისტრ კობახიძეზე, რომელმაც თქვა, რომ ეს არის ხალხის ფული და თუ არ შევეკითხები, ისე ვერ დავხარჯავდა. ეს არის პირდაპირ პასუხი, როდესაც ორ დღეში ადამიანები 150,000 აგროვებენ, ეს საყვარელი ბავშვები, მომავალი თაობა, სტუდენტები. ეს არის უდიდესი თანადგომა არტო ამ ბავშვების კი არა, იმ ყველა ადამიანისა, რომელმაც ლარი ზოგმა 50 თეთრი ჩარიცხა. ძალიან ემოციური იყო ეს ჩვენთვის ეს ამბავი, ძალიან გახარებულები ვართ. მადლობა ამ სტუდენტებს მხარდაჭერისთვის, ჩვენი ამბის გულთან მიტანისთვის, ბავშვების გახარებისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ამბავში, ყველას დიდი მადლობა. სტუდენტებს მადლობას უხდის ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით ახალგაზრდებმა საკუთარ თავზე აიღეს ის პასუხისმგებლობა, რასაც სახელმწიფო უნდა იღებდეს. ოპოზიცია კვლავ მართლ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტად ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა დააყენოს. დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების შემთხვევაში ჩანს ამ სისტემის ყველა მანკიერება ერთდროულად, მათ შორის უპირველესად ჩანს მისი არაადამიანური ბუნება. ყველაფრისთვის აქვს ფული. იპარავენ არანორმალური რაოდენობით თანხებს ბიუჯეტიდან, მაგრამ ვერ გამონახეს ფული იმ ბავშვებისთვის, რომელთაც მედიკამენტი სასიცოცხლოდ ჭირდება. სამაგიეროდ არის წყინვალე ინიციატივა ილიაუნის სტუდენტებისა, არასრულ ორ დღეში მათ შეაგროვეს 250,000 ლარზე მეტი, რაც არის უკიდურესად შთამბეჭდავი რიცხვიც და უკიდურესად შთამბეჭდავი კამპანია. რამდენი მილიარდი ლარი გაფლანგა ქართულმა ოცნებამ და მიითვისა არაკეთილ სინდისიერად მათმა ჩინოვნიკებმა და გველაპარაკებიან რაღაც ათეულობით მილიონ ლარზე, რომლითაც შეგვიძლია ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების სიცოცხლე გადავარჩინოთ. რას პასუხობს ხელისუფლება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახის წევრებს? ქართული ოცნება უცვლელ პოზიციაზეა. სამთავრობო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან დიუშენის დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტისთვის თანხა გამოიყოფა მაშინ, როცა წამლის უვნებლობა დადასტურდება. წამალი უნდა წამლობდეს. ეს არის აქ ამოსავალი წერტილი. თუ წამალი პირიქით შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, გვერდითი მოვლენების და ხანდახან სიკვდილის გამომწვევი, ამ შემთხვევაში ყველა წამალის დანიშნულება არის, რომ გამოაჯამრთელოს პაციენტი და არა დააზიანოს. სოფლიოში კონსენსუსი არ არსებობს,
რომ ეს წამლები წამლობენ. რა უნდა იყოს, რომ ტაბლეტი თუ ინექცია ღირდეს მილიონი. რისგან არის დამზადებული? აქ თანხა და ფული არ არის ძირითადი პრობლემა, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მოიძებნოს ის საუკეთესო გამოსავალი, რომელიც ნამდვილად შეეხიტება ამ ბავშვებს და ოჯახებს და მიხარია, რომ ამ საერთო ძალისხმევაში ჩაერთო პატრიარქიც, რომელიც რა თქმა უნდა ალბათ თავის სიტყვას იტყვის ამ ყველაფერში. მშობლების პროტესტის ფონზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ნერვკუნთოვანი პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის სპეციალური მომსახურების პროგრამა დაიწყო. პროგრამა იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის სინდრომის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური სამედიცინო მომსახურების მეთვალყურეობას ისახავს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად სამოქალაქო საზოგადოებამ დაანონსებული თანხა თითქმის 40 საათში შეაგროვა. მარათონი არ წყდება. თანხის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ.